ეს ვიდეო ბლოგი კი სხვა თემაზეა, მაგრამ მანამდე ერთი ამბავი უნდა გამცნოთ. ჩანს გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდი მაინც მე ვვარაუდობ, რომ ის არჩევნებამდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსამდეც კი არ ჩამოვა და ამის ობიექტური საფუძვლებიც აქვს. მას ბუნებრივია მეტი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე და მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რაღა დაგიმალოთ და რომ ჩამოვა თუ არა, იმავე დღეს, მეორე დღეს, იმავე კვირაში, მოკლედ არჩევნებამდე, ქართული რუსული ბანდა ხელისუფლება გიორგი გახარიას პირდაპირ მნიშვნელობით აიყვანს, დაიჭერს, აიყვანს და გაასამართლებს და საპატიმროში ჩასვავს არა 7-8 თვით ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ დაუტოვა გახარიამ, იმიტომ რომ გამოცხადდა კომისიაზე ერთხელ და მეორეჯერ კი ჩაერთო, არამედ დაახლოებით და შესაძლოა უფრო ზუსტი რომ იყოს 7-8-12 წლითაც და 2 წყალებში საბაბ მიზეზი აქვს ქართულ რუსულ ხელისუფლებას საამისოდ. პირველი არის ჩორჩანას ინციდენტი, ეს არის ჩემი შეფასებით ერთ-ერთი უიშვიათესი კარგი გადაწყვეტილება, რომელიც კი მიუღია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს, ეს იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, არ უნდა დაუკარგო იცით მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს თუ რამ კარგი გაუკეთებიათ. ბუნებრივია 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიასთან სადაო იქნება ყოველთვის, ბუნებრივია ასე მაგალითად ანაკლის პორტთან დაკავშირებით, რომ მის პერიოდში გაჩერდა ანაკლის ხრბაწყლოვანი პორტის მშენებლობა იქნება სადაო ყოველთვის, ბევრ სხვა საკითხზეც შესაძლოა იქნება სადაო გიორგი გახარიასთან, მაგრამ თუ რამ კარგი გააკეთა, ეს იყო ჩორჩანაში საგუშაგოების დადგმა და ამ რუსულმა ხელისუფლებამ ანაკლის გამო კი არ დაიწყო. ანაკლია რომ გააჩერა გიორგი გახარიამ, ფორმალურად მან გააჩერა, თორე ისე რასაკვირველია, ბიზინამ და რუსეთმა გააჩერეს, რა თქმა უნდა ამას ბევრი ფიქრი და დიდი ჯაბაასი და დიდი ანალიტიკოსობა. იმის გამო კი არ εδავება, იმიტომ რომ ესენი ხო რუსები არიან, იმის გამო კი არ εδავება, რომ სხვა რამ ჩაიდინა, არამედ ჩორჩანა ამოიჩემა, ჩორჩანა ესე ამოიღო და ჩორჩანაში საგუშაგო რატომ დადგიო, εδავება კაცს, რომელიც უბრალოა სწორედაც რომ ამ საქმეში. მეორე ეპიზოდი არის სწორედ 20 ივნისი. იცით თქვენ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც მოთხოვნა მაინც და მაინც იმას არ გულისხმობდა, რომ რუსთაველზე 6 წლის დაგვიანებით გასულიყვნენ ტიპები და თითის ანაბეჭდები აიღოთ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ვუტრირებ, მაგრამ ასეა. დაიწყო ეგრეთ წოდებული მოკვლევა ძიება იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 20 ივნისს, ვითომ კადრები, ვიდეო კადრები არ ადასტურებდეს იმას, რა მოხდა, ვითომ ვიდეო კადრებში არ ჩანდეს რამდენიმე მაღალჩინოსანი და გახარია შეიძლება ამის გამოც დამატებით აიყვანონ. ამიტომ გახარია მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაბრუნდეს და ამას კი ამბობს თამარ-დუცუბიძესთან საუბარში, საქართველოში დაბრუნებას რა თქმა უნდა ვაპირებო, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ანუ მე კი დავბრუნდებოდიო, მაგრამ უგუნურია რა ეს ხელისუფლება და საზომი უგუნურობის არ ვიცითო, ამიტომ მეო და აქ პრინციპში მინიშნებაზე მეტია, ბრძოლისთვის მზად ვარ, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას, იმისათვისაც მზად ვარ, რომ ოცნებას ასე არ ჩავობარდე, აი ეს არის სწორედ მინიშნება, რომ გახარია არ ჩამოვა. თუ მე აქ ვარ ეფექტური, აქ, ანუ ევროპაში იბრძოლებს, თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ, ოღონდ ბატონი გახარია ცხადია. არ მინდა თქვა, რომ არ არის მზად ციხეში ჩაჯდომისთვის მერქი, ახლა მაინც და მაინც ასე არ მინდა რომ საერთოდ არ მინდა რომ შევლახო და მithumeres ასე შეუტიო მას, მაგრამ ის მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ აპირებს რომ ასე თავისი ფეხით გამოცხადდეს, თავის ფეხით ჩაბარდეს ამ რეჟიმ ხელისუფლებას. ეს არის პირველი ესეთი რემარკა, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ მეორე რემარკაც მაქვს და მე გადავალ ძირითად თემაზე. მეორე რემარკა ეხება ბიძინა ივანიშვილს. გეხსომებათ, ჯერ კიდე გასული წლის თუნდაც ივლისში, აგვისტოს დასაწყისში, მით უფრო სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერშიც, ნოემბრის დასაწყისში, პირველ დღეებში, ვიდრე მოკლედ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში ბიზინამ პრინციპში ვაღიაროთ სწორი გათვლა გააკეთა, როდესაც ფსონი დადო
არა გლობალური ომის პარტიის ბრალებს ჩავს ცხადია ლიდერ ჯოზეფ ბაიდენსა და მის მიერ შერჩეულ კანდიდატ დემოკრატების მიერ შერჩეულ კანდიდატ კამალა ჰარისზე არამედ დონალდ ტრამპზე და თქვა შემდეგი რამ რომ უკრაინაში ომი ყველაზე გვიან ამას ამბობს 16/07/2024 წელს ანუ ესე იგი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი 16 ივლის ხო არ მეშლება 16 ივლისს ამბობს ანუ ზუსტად დღეს 16-ია და შესაბამისად 1 წლის წინ უკრაინაში ომი ყველაზე გვიან დასრულდება 1 წელიწადში ყველაზე გვიან 1 წელიწადში დასრულდება ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს უკვე შემდგომ პერიოდში ბიზინა ივანიშვილმა კი გითხარით რომ თლიანად გადადო ფსონი დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე და არც შემცდარა დონალდ ტრამპმა ტრიუმფალურად გაიმარჯვა ასეთი გამარჯვება რეიგანს თუ ახსოვს რეიგანმა გადააწითლა პრაქტიკულად ყველა შტატი ერთი შტატის გარდა 1980 წელს თუ არ ვცდები და 84-შიც თუ არ ვცდები შემიძლია გადავამოწმო ანუ გადაარესპუბლიკელა ყველა შტატი მათ შორის ტრადიციული დემოკრატების ტრადიციული შტატები და ტრამპაც საგრძნობი უპირატესობით მოიგო მაგრამ ბიზინა რაშიც შეცდა ეს არის გათვლა იმაზე რომ ტრამპი ომს როგორც ასეთს დაასრულებდა. იცით რატომ შეცდა? იმიტომ რომ ბიზინას ეგონა და ამგვარი წარმოდგენა ჰქონდა რომ ტრამპი უღალატებდა ამერიკის მთავარ ღირებულებით პრინციპს სამართლიანობას როგორც ასეთს. იახ ტრამპი იყო და არის ამბივალენტური შეგვიძლია ბევრი ვიდაოთ იმასთან დაკავშირებით რომ მისი ნებისმიერი დღევანდელი აი გუშინდელი განცხადებაც კი საკამათოა რატომ 50 დღე რატომ მიეცი 50 დღე ისევ პუტინს რატომ მიეცი მას კაცთა კვლის ადამიანთა კვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ბევრ რამეში შეიძლება ედაო რატომ არ მიიღე დღემდე ტრამპს არ აქვს არც ერთი გადაწყვეტილება მიღებული ახალი ტრანშების გამოყოფის თაობაზე უკრაინისათვის ვიდაოთ შეგვიძლია მაგრამ გათვლა იმაზე რომ ამერიკა გადიოდა თამაშიდან და მიატოვებდა შეატოვებდა უკრაინას რა გათვლაც ჰქონდა ბიზინა ივანიშვილს და ხახაში ჩაუგდებდა უკრაინას რუსეთს უკრაინას ჩაუგდებდა რუსეთი ჩააგდებდა რუსეთის ხახაში ეს გათვლა რასაკვირველია არასწორი იყო აქედან გამომდინარე რა თუ იანვარში არამედ ივლისი იწურება უკვე და ომი ვერ დასრულდა და არ დასრულდა ცხადია პუტინის გამოიცობით პუტინის ამბიციურობისა და გამო პუტინის ხორმუცელობისა და გამო მაგრამ ბიზინა ეგონა რომ დაამარცხებდა ტრამპის ისეთი იქნებოდა რის შედეგადაც რუსეთი იოლად მოინელებდა უკრაინას ვერ მოინელებს ვერ ჩავიდა ბიზინას ბაშკაში ეს რომ უკრაინა სულ რომ მიატოვოს საერთებულმა შტატებმა უკრაინა როგორც ასეთი არ და ვერ დამარცხდება ბოლო უკრაინელი მერქი ვუტრირებს ხადია მაგრამ 12 წლის ბავშვი გამოვა და იქცევა პარტიზანად და შუბლს გაუხრიტავს მომხდურ ერთ ცალ კინკილა რუსს მაგრამ ეს ერთი ცალი კინკილა ამ ერთი ცალი კინკილა რუსისათვის შუბლის გახრიტაც კი დიდი ამბავია ისტორიული გადმოსახედიდან როგორც ასეთი მაგრამ ჩემი ვიდეო ბლოგი ამაზეც არ არის ანუ გახარიაზე ვთქვი ორი სიტყვა ბიზინაზე ვთქვი ორი სიტყვა არ სრულდება ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილო მეთქი მიუმართავასე აბასტონის უღრანებში გამაგრებულო ღმერთმა უწყის რამდენ მეტრზე ჩასულ ჩაღრმავებულ ბუნკერში შემაგრებულო თუ გამაგრებულო ივანიშვილო არ სრულდება ომი და არც დასრულდება მანამ შენი ანუ მანამ ივანიშვილის საყვარელი რუსეთი როგორც ასეთი კონცეპტუალურად არ ჩამოიშლება დიახ რუსეთი სადა უკრაინის ომი არ დასრულდება უკრაინის დამარცხებით მით უფრო რუსეთს არავინ გაამარჯვებინებს იმიტომ რომ იციან რომ ამ შემთხვევაში რუსეთს მოუვა მადა და არ ტყავს აღმოსავლეთ ევროპას აღარ ჩამოუყვები მაგრამ ამ შესაძლო შედეგებს რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მაგრამ რაღა ეს ასეა შესაბამისად როგორღაც ან როდისღაც ხომ დასრულდეს ეს ომი და ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთის როგორც ასეთის მოშთობა საერთაშორისო გეოპოლიტიკური სივრციდან მისი ამბიციების არა მარტო ჩაცხრობა, არამედ აღმოფხრა მოძირკვა, როგორც ასეთი შესაძლოა მას დასჭირდეს 2 წელი, 5 წელი, 7 წელი,
12 წელი, ვიდრე პუტინი არ ჩაძაღლდება უშუალოდ იმ პერიოდამდე და მის ადგილას არ მოვა რომელიმე ახალგაზრდა მასზე უკეთესი, თუ ეს გაცვლა არსებობს საერთოდ, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ რა მნიშვნელობა აქვს პუტინი იქნება თუ შებუტინი, ხო, რუსეთი ესეთი იმპერიულია გავიგე ყველაფერი, მაგრამ დასავლეთს გადაწყვეტილი აქვს მისი ამოშთობა და აკი წინა ბლოკში, იმიტომ თქვი რომ ბიორი 12 არა, ბიორის სპირიტიც კი დაარტყავს პუტინის ბუნკერს, მეთქი ბიზინა ივანიშვილის ბუნკერზე უფრო ღრმა იქნება პუტინის ბუნკერი, დასაკვირველია და პირდაპირ მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოთ. ოხ, რა უცნაურად აორთქლდება პუტინი, მეთქი ამას ვამბობ ახლა. მაგრამ ახლა თავარ თემაზე გადავდივართ, თქვენის ნებართვით, ანუ გახარია სამბავი მოვამრგვალეთის არ ჩამოდის. ბიზინა ივანიშვილის ტვინ გაჭედილობის ამბავიც მოვამრგვალეთ არასწორი პროგნოზებისა და ახლა ვისაუბროთ თემაზე, რასაც საქართველოში რუსეთის გაკეთება ჰქვია და აქ არ საუბრობ, გაგიკვირდებათ და ასე მაგალითად პაპუაშვილზე, რომელიც დღენია და გიმით არის დაკავებული დგება სისხამდილით, გამთენისას აისზე და ფიქრობს უფრო ზუსტი რომ ვიყო რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციებს კითხულობს იმის თაობაზე, რა თქვას რამ ანტიევროპული და მე კობახიძეზეც არ ვსაუბრობ, რა დაამატოს ასე 12 საათისთვის. ამასობაში არც კალაძეზე ვსაუბრობ, არც დინარაძეზე, კიდევ ვინ ჩამოვასახელო ამ ბანდიდან, არც ვიცი სიმართლე გითხრათ, ერთმანეთზე უარესები არიან, მეთქი არა პაპუაშვილი და კობახიძე ყველა რეკორდს რომ ხსნიან, ესეც ფაქტია, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ. ანუ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებზე არ გაგიკვირდებათ და არ ვსაუბრობ, ლაპარაკობ მე რუსეთობის მოწყობაზე შიგნით, რაც ძალიან რისი აღმოფხვრაც ძალიან გაუჭირდება მომავალ ნებისმიერ ხელისუფლებას, გაუჭირდება მით უფრო კოალიციურს, რომელშიც ასე ინტერესთა ჯგუფები იქნება და ზოგი იტყვის, რომ ისე ნარკოპოლიტიკა არ არის შესაძლებელი, ან უფრო გასამკაცრებელია, ან პირიქით არ არის გასამკაცრებელი. ყველას თავის სიგიჟე ექნება, მაგრამ კოალიციურობას სასაკვირველია გარდა ალტერნატივა არ აქვს მეორე მხრივ. მაგრამ რომ გაიჭედება გადაწყვეტილებები, ხო? გადაწყვეტილების მიღება რომ გართულდება, ესეც ფაქტია, კოალიციისთვის მახასიათებელია, ეს ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა, ამაზეც არ ვლაპარაკობ ახლა. ესენი დასასრულებელნი არიან, ნებისმიერ შემთხვევაში კოალიცია იქნება თუ შმოალიცია, რა მნიშვნელობა აქვს. მე ვლაპარაკობ კიდე სხვა რამეზე, აი ამ სისტემების, სასამართლო სისტემის, პროკურატურის სისტემის, მილიციის სისტემის, მილიცია პოლიციის სამართალო დამცავი, სუსის სისტემის და კიდე რა გინდა რა სისტემების პირდაპირ მნიშვნელობით ამ ავგიას თავლების გაწმენდაზე ადამიანებისაგან, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ადამიანობა დაკარგულები არიან ჩვენ და სამწუხაროდ და რამდენი არიან ყველანი, რასაკვირველი არ არიან შეკრულნი რუსეთთან, მაგრამ რუსეთის საქმეს კი აკეთებს მერიის, წყალტუბოს მერიის, ასე მაგალითად, ან თბილისის მერიის, თუ წყალტუბოს გამგეობა შეიძლება არ ვიცი, წყალტუბოს გამგეობის თუ მერიის, ხაშურის გამგეობის თუ მერიის, დედოფლისწყაროს გამგეობის თუ მერიის, ქუთაისის მერიის, ბათუმის მერიის, ან საკრებულოს ნებისმიერი, ვინც ამ რეჟიმის თუნდაც პატარა იოტისოდენა სამსახურშია. და მე ვგულისხმობ ახლა პირველ ყოვლისა პოლიციელებზე. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ შევიდა 118 გებუაძე, ეს პრინციპში დიდი ხანია ვიცით, მაგრამ აი კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე საპატიმროში მყოფ მზია ამაღლობელთან და როგორ აფურთხა მზია, არ ვაჭარბებ. დგებუაძე კონკრეტული ეს ერთი ადამიანი და ამ დგებუაძესთან ერთად ვინც არიან, გვერდზე ვინც არიან ისინიც, მაგრამ აი ამ სისტემის გაწმენდა აუცილებელი ამგვარი მოძალადეებისაგან აფურთხა. წყალი მოკლდესო თუ არ ვწდები ხა სადღაც ეწერათ, მე თუ არ ვწდები გელასთან თივლიშვილთან და ნახავ ეხა თუ გელას უწერია და სიტყვით წავიკითხავ გელამ თივლიშვილი, არაჩვეულებრივი კაცი, აი ეს არის დაუღალავი კაცი, ამგვარი პატრიოტებით ეს ვეფხია მესხიაზე წერს, ხო? ანდრო ჭიჭინაზის ვიდეო სავცელებს ამასობაში რას ედავებიან ამ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ესეა გაწეული თითი, პოლიციელები აგინებენ, ამოჩემებული აქვთ, იმიტომ ამოჩემებული თუ გამორჩეული ყავთ იმის გამო, რომ ანდროს ესეა, კაი, მეს გიჩვენებთ. თუ გნებავთ და ამის შემდეგ ანდრო ჭიჭინაზეს აპატიმრებენ. მე არ ვიცი ახლა აქ ნახავ თუ არა გელასთან. მზია ამაღლობლის ჩვენებიდან. უყურეთ, კითხულობ. თუ არ ვწდები ეს არის, ფეხზე მიჭირდა დგომა, ამბობს მზია. პირველივე ოთახში შემაგდეს. როცა შემაგდეს და მითხრეს დამჯდარიყავი, შემოვარდა ახალგაზრდა კაცი ყვირილით და გინებით. ის ხმა იყო, რაც დაკავებისას ზურგს უკან მესმოდა. როგორ დამარტყიო, ანუ გებუაძეა, მოიწევდა ჩემსკენ დედის გინებით.
ამათგან ხო გასაწმენდია და ესენი იცით რა ამგვარები არიან სასამართლოში, პროკურატურაში, სუსში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნებისმიერი რაიონის პოლიციაში, ნებისმიერი დედაქალაქის ნებისმიერი რაიონის პოლიციის განყოფილებაში ბოძალადეები გნებავთ კრიმინალურ პოლიციაში, გნებავთ ისა მიჭირს საპატრულო პოლიციაზე ლაპარაკი, მაგრამ საპატრულო პოლიციაშიც ალბათ და ამ კრიმპოლებში და პოლიციის განყოფილებებში ხო ბევრი არიან და მეორე. ეხლა მე ამ სისტემის ვინც დედაქალაქის მერი ან წყალტუბოს მერია საკრებულოში თუ რა ქვია გამგეობაში რჩება ყველანი ამ სისტემის ნაწილები ხართ. დიახ 90-იანი წლების დასაწყისში ძალიან იოლი იყო კომპარტიიდან წამოსვლა 80-იანი წლების მიწურულს 90-იანი წლების დასაწყისში კაცობა და ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი ის იყო რომ საერთოდ არ შესულიყავი და თუ შეხვიდოდი საერთოდ გამიჯნოდი ამ სისტემას და ის ხომ სასტიკი იყო ვამბობ და ვერ ემიჯნებოდი პარტიულობას გავალებდნენ კომკავშირულობა პარტიულობას და შენ ახლა მერიაში რომ ხარ სადღაც დედოფლის წყაროში მერიაში თუ გამგეობაში უნდა წამოხვიდე იმიტომ რომ ავტომატურად სულ წესიერი კაცი იყო შენზეც გადმოდის ჭუჭყი რომელიც აიკრა იტყიპა ამ ხელისუფლებამ ბანდამ ბიძინა ივანიშვილისა რომელსაც აგი არასწორი პროგნოზები ჰქონია რატო უბრუნდები იმ თემას მაგრამ მაინც და აგი ასეთია და ასე უჭირავს უჭირავს ეს სისტემა განა არა ფულით და ამ კორუმპირებულ და კიდევ იცით იმით რომ ადამიანებს არ აქვთ წმენა თვით წმენა არ აქვთ ხვალინდელი დღის იმედი არ შეუძლიათ ამბობენ რომ მე ვერ გავკაჩავ ინტელექტუალური თვალსაჩინო ბიზნესმა ესეთ მონებად საკუთარ თავში არ დარწმუნებულებად აქცია მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაგრძელებ მზიას წერილის ჩაკითხვას შემოვარდა ახალგაზრდა კაცი ყვირილით და გინებით ის ხმა იყო რაც დაკავებისას ზურგს უკან მესმოდა როგორ დამარტყიო მოიწევდა ჩემსკენ დედის გინებით მეორედ და მესამედ გინების დროს ხას უსვამდა რომ ქალი ვიყავი ძალიან ვიწრო ოთახი იყო ვცდილობდი სხვაგან გამეხედა და თავზე მედგა და მაგინებდა როცა ავხედე სახეში შემაფურთხა ბიძინა ივანიშვილო აი ამაზე აი ამ ქმედებაზე უშუალოდ შენ ახარ პასუხისმგებელი შენ და შენი ბანდა ხელისუფლება რომელმაც ეს სისტემა დააბრუნა კი არა შევარდაძის ეულიეს სისტემა შევარდაძის კახათ არგამაძის ეულიეს სისტემა არამედ დააბრუნა და მეორე მესამე მეხუთე ხარისხში აიყვანა ეს განაპირობებს იმას რომ რომელიღაც ეტაპზე ჩვენი პოლიციის სამმართველოდან ვიღაცა პატიმარი გადმოხტება და აუცილებლად გადმოხტება იმიტომ რომ ვერ გაუძლებს ამგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას დღემდე ვერ ვპატიობ აგზელებს მზია ჩემს თავს ამ სიჩუმეს როგორ არ დავლეწე იქაურობა როგორ არ ვიყვირე როცა შემაფურთხა ერთადერთი რაც შევძელი ფეხზე წამოვარდა და იყო და ვთქვი წყალი მომიტანეთ აქ ყველაზე მძიმე არის ბოლო სიტყვები რომელსაც ახლა წავიკითხავ და ანუ მზია არის ესეთ მდგომარეობაში საკუთარ თავს ვიტყეს უკვე საკუთარ თავს ვერ ვპატიობს იმას რომ ვერ ადგა და ვერ შეეპასუხა და ვერ დალეწა იქაურობა როგორც თავად ბრძანებს ხო ვერ ადგა ვერ არ იყვირა და ასე შემდეგ როცა შემაფურთხა ერთადერთი რაც შევძელი ფეხზე წამოვარდა იყო და თქვი წყალი მომიტანეთ ჯოჯოხეთური ხელისუფლება ხარ თქვენ დასაკვირველია და აკი ამიტომაც გიწოდებთ ბანდას იმიტომ რომ ეს თითქოს ბანდის არა ჭკუა დარიგებული პაპუაშვილი თუ კობახიძე თუ ივანიშვილისაგან ეს არ იქნება ეს ვინმე მოძალადე დგებუაძე მაგრამ თქვენ სისტემა შექმნით როდესაც პატიმარ ქალს და კაცს მნიშვნელობა არ აქვს მეთქი ახლა ესე ვიტყვი მაგრამ პატიმარ ქალს მოდი ახლა მაინც გავუსვამ ხას გენდერს ხო სქეს ხო პატიმარ ქალს ესე ეპყრობა ვინმე ესე დავარქვი მე ანწუხელიძე ვინმე დგებუაძე სამარცხვინო კაცი პოლიციელი კი არ უნდა იყოს ის უნდა იყოს იზოლირებული ხო როგორც დამნაშავე იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებები არ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ მარგინალიზირებული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ბუნებრივია უნდა დაეკისროს სულ მინიმუმ ამის გამო ადმინისტრაციული და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი წამოვარდა იყო და თქვი წყალი მომიტანეთ საპირფარეშოში გავიყვანეთ გასვლა უნდა ქალს გული გამისკდება რა ანუ გული გამისკდება იმიტომ რომ წარმოვიდგენ რომ ზურა ჯაფარიძე არ მიიყვანეს მშობლის გასვენებაში როცა მიიყვანეს პანაშვიდზე ბორკილ დადებული იყო ვილისის იქნება როცა აიყვანეს სართულზე და შეიყვანეს იმ ოთახში ბორკილები არც ახსნეს გული გამისკდება როცა ამას ვკითხულობ და ეს არის ტოტალურად ყველგან ყველას მიმართ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ არის ამგვარიან მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ვეღარ ჩავიკითხე ოთახში მყოფმა ქალმა პოლიციელმა აიღო ჭიქანუ ქალიც ესწრება
რომ მოეტანა ხმამ შეაჩერა დგებუაზის ხმა იყო არა ამბობს წარმოთქვამს დგებუაზე არანაირი წყალი და მისივე ხმა თურმე და ეს ბოლო სიტყვები არის უმზიმესი ჩაიფსას არო მზია მაღლობელზე თქვა ეს უკანასკნელი სიტყვა ეს ბოლო სიტყვა აი ამ სისტემის შემოქმედნი ხარ თქვენ და როცა ვლაპარაკობ რომ რუსეთის შექმნა მეთქი ბიძინა ივანიშვილმა მე აქ მარტო იმაზე არ ვლაპარაკობ რომ ნატო ევროკავშირისკენ არ მივდივართ და ის რაღაც 28 ნოემბერს განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მონა ბანდიტმა კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს რომ ისიც ჩვენ იცი აი ესეთ მდგომარეობაში ვართ და 28 წლამდე ვაჩერებთ რაღაცა არაუშავს uvizor რეჟიმი შეჩერდა 100,000 ვატო ტიპი გამოვიდა ის ბანდიტი როა კიდევ ერთი და ისაო გოგა ხაინდრავა ბანდიტის მაკაცი და ისაო 100,000 მოწამის ქვეყანა ვართ ჩვენო და როგორმე ამასაც გაუძლებთ ეხლა რას ლაპარაკობთო ბანდიტები ამაზე არ ვლაპარაკობ. არც კობახიძის ყოველდღიურ, არც პაპუაშვილის ყოველდღიურ განცხადებებზე, არც წულუკიანის სრულიად სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, არც დადუმებულ ბიძინა ივანიშვილს და მაგ ჩემი ვერსია რატომ არის ის დადუმებული, რატომ არ ხვდება არავის, არც ობრაიანს შეხვდა და არც ამერიკის ელჩს, არც არავის არ ხვდება, იმიტომ რომ მან იცის რომ იკითხებს და უსვამენ მძიმეს, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. აი იმაზე არ ვლაპარაკობ რომ რუსეთისკენ აიღეს გეზი და ერთი სიტყვაც არ ამოუღიათ რატო არ ამოუღიათ იცით მე ჯერ კიდევ როდის ვიცოდი 2020 წელს 2019 წელს 2018 წელს ვიცოდი რომ ზურაბაშიძე ირაკლის ძე ზურაბაშიძე აბა მეორეზე რა ვილაპარაკო საერთოდ არაფერს არ ეკითხება საკრებულოს თავმჯდომარე როა ზურა ირაკლის ძე აბაშიძე აი დიპლომატი როა ცნობილი ვატობაშიძის ძმა ხო ელჩი ყოფილი რუსეთის ფედერაციაში საქართველოში და კარასინის მაგაცი მას ჩააბარეს რეალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო და პოლიტიკის წარმოება და ეს კარასინთან რო გადიოდა კონსულტაციებს ხო კარასინი იუნებოდა იქიდან რომ სიტყვა არ ამოიღოთ რუსეთზეო აი ესე დაათმეთ ურთიერთობა თუ რამ გინდათ საერთოდო ეს არის სიმართლე და ზალკალიანი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი ის დარჩიაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხმა გაკმენდილები იყვნენ მაგრამ ამაზეც არ ვლაპარაკობ შიგნითაც ამომპალი რუსული სისტემა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ყველგან ჯერ ხო სად იყო მიხეილ სააკაშვილის დროს რა სისტემა ის იყო კატასტროფული პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ. სასამართლოც საგამოძიებოც პოლიციაზე არ ვიტყვი, პოლიციის საპატრონო ნაწილზე არ ვიტყვი, მაგრამ იქ რაღაც პოლიციაშიც რა საკვირველია იყო პრობლემები, გინა ვანო მერაბიშვილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გინა ნაპოლეონის ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ფუშე თუ არ ვწდები ხო თუ დრუჟე ხო ვინ იყო ნაპოლეონის შინაგან საქმეთა მინისტრი მე ბიჭო ვკითხოთ რა ვინ იყო ნაპოლეონის ფუშე მე მგონი ნაპოლეონის შს მინისტრი ფუშე იკასუხე შაპტალი ფუშე შაპტალის პოსტი ეს ხო ეს პოსტი ეკავა ფუშეს ხო სწორებით ქვავს უკაცრავად ხო უსაფრთხოებისა და დევნის თავარი ორგანიზატორი ფუშეს სწორებით ქვავს მოკლედ გინდა ვანო მერაბიშვილი ყოფილიყო და გინდა ფუშე ვერ გამოასწორეს მაგრამ ამათმა კიდევ გაასმაგეს და გაახუთმაგეს თუ გაა50-მაგეს ის დამპალი სისტემა რომელიც შექმნილი იყო ეხ ჯერ კიდევიდან და ვერავინ ვერ გამოასწორა და ვერავინ ვერ გამოასწორა და ვერავინ ყველამ თავისი აგური დადო მაგრამ ამათმა ბლოკები და ჩააცემენტეს ის დამპალიზმი რაც ახასიათებს რაც მახასიათებელია ასე მაგალითად დგებუაზისა და ამგვარი დამპალი ძირგამომთხრელი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი პოლიციელიც არა მილიციელი აგდია ყველა რაიონში მერკი ამას ვამბობ ამას ემატება დამპალ და ძირგამომთხრელი სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი სუსის რიგი თანამშრომლები ბევრი და ასევე სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებიც არიან იქ იმედი მაქვს ასევე დამპალი და ძირგამომთხრელი სახელმწიფოსთვის სასამართლო სისტემა ამას ემატება ძირგამომთხრელი მედია რომელიც ააწყო ამ ასე მაგალითად იმ კიდევ ერთმა ბანდიტმა აგვარია ის რუხაძემ, ხო? რომელსაც სხვა შეიძლება ოფშორებიდან აქვს ფული და ეს ბრიტანეთი თუ მიიღებს კანონებს, ჩამოენგრევა ეს სისტემაც და ასე შემდეგ და ამიტომაც არის ასეთი სიტყვა ჩაიფსას და ჩვენ უნდა მათ ესე უნდათ, რომ ჩვენ ჩავიფსათ პირდაპირ მნიშვნელობით. ტვალეტში ფიგურალურად ვამბობ ცხადია, ვუტრირებ ცხადია, ხო? ჩვენ ჩაფსმულ, ჩაკუკულები ვიყოთ
რომ არ გქონდეს პროტესტის უნარი, დრო, შესაძლებლობა ვიყოთ შეგუებულები. აი, როგორც ანდრო ჭიჭინაძემ ასწია და რის გამოც დევნით ახლა, აი, ვერ მიიღებთ თქვენ ჩაფსმულ ჩაკუკულ საზოგადოებას ჩვენი სახით, იმიტომ რომ სულ რო გატყდეს, არც ერთი არ გატყდება, არც მზია და არც ანდრო და არც ერთი მათგანი, მაგრამ სულ რო გატყდეს, ბევრი მათგანი აუცილებლად ამოიზრდებიან ახალგაზრდები, სხვა თაობის ან სხვა თაობის წარმომადგენლები ან ამავე თაობის წარმომადგენლები ახალგაზრდა სხვა მოქალაქეები, რომლებიც ახლა შესაძლოა საერთოდ არ ჩანან და სახეზეც კი არ იცით, მიტინგზეც კი არ ყოფილან. და აი ამის გამო რომ თქვენ სხვას ჩააფსმევინეთ უკაცრავად, ჯერ ახლა არც ერთი არ ჩავიფსავთ, მაგრამ მაინც, ხო? ამის გამო თქვენ ამას გაჩვენებენ 390 ჯერ და იმ ლოდს ხო, წვერვალზე. როგორც ახლა გემუდარებით, ნუ კამიუზე უნდა მალაპარაკებთ და სიზიფეს შრომაზე, ხო? იმ ლოდს ავიტანთ, როცა იქნება. კი არ ჩამოგვიგორდება, ეს თქვენ დაგიგორდებათ და გაგთელავთ ის ლოდი. ახლა ფილოსოფიაში გადაბაგდეს რა. რომელიც არც აგაქვთ, ლოდი არ აგაქვთ, თქვენ აგაქვთ. თქვენ ქმნით რუსულ სახელმწიფოს შინაგანად გამომპალს, რომელიც რუსეთისთვის იოლად მოსანადირებელი იქნება. როცა სისტემა აღარ არსებობს, არანაირი, როცა მედია აღარ არსებობს, არანაირი, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, რომელიც დაგაკვირდებათ და მონიტორინგს გაგიწევთ. ისა მონიტორინგს გასწევთ და გაგაკვირდებათ თქვენ. როცა მედია არ არსებობს, როცა პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, როცა ინდივიდი ჩაფსმულია, ჩაკუკულია, ხო? თქვენ ბუნებრივია ლაღობთ და გალაღებულნი ხართ. მე არ ვიცი, ელისო კილაძემ გაავრცელა 241 ბიტკოინი ჰქონია, მე რა ვიცი, ხა 241 აქვს 24 თუ 587 მამუკა მდინარაძის. არა, მაინტერესებს თუ ნამდვილია ეს ინფორმაცია, მაგრამ ცხადია, მაგრამ მათ რა უნდათ იცით, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მამუკა მდინარაძეს ვიტყვით, რომელიმე ვისაც ნაღდადა აქვს. ხო, მამუკასაც მდინარაძესაც ალბათ აქვს. არა, ნაღდად ხო აქვს, აი ბიძინა ივანიშვილის კლანს, ხო? თქვენ გინდათ რომ ესე ღაფოთ ქვეყანა, ჭამოთ ქვეყანა, ჰესიდან თუ შემესიდან ფულები აიღოთ, თითის მაჩვენებელიც არავინ არ იყოს. და დაანგრიოთ ეს ქვეყანა პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ დაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაცია, გაუქმებულია მედია, მიუქმებულია ჟურნალისტი, დაპატიმრებულია ერთი ხმა, დაპატიმრებულია მეორე ხმა, ბორკილდადებულია პოლიტიკოსი, დედის განასვენებაში ვერ მიდის, ჩაიფსიო ეუბნებით პირდაპირ მნიშვნელობით. ჩაიფსასო ერთ პატიმარზე ამბობთ ან მეორეზე, ან 50-ზე, ან 67-ზე რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ხართ რუსული არსობრივად დამპალი ხელისუფლება. დამპალი ის ხელისუფლება, რომელიც ეხლა თითქოს ყველაფერი კარგად არის 2.70-ზეა კურსი. ოხ, რა კარგია რომ 2.97-ზე არ არის, ხო? ის ხარჯია და როგორ ამაზე ილაპარაკონ ეკონომისტებმა, მაგრამ თქვენ მნიშვნელობა არ აქვს, კურსი როგორია, თქვენ ხრავთ ამ ქვეყანას როგორც ასეც. და ამ გამოხრაში 2.70 როა ესეთი გამოხრა რო არ იყოს, იქნებოდა 2.1 ასე მაგალითად, 1.9. გადაავსეთ რუსი ტურისტებით, რომელთა დიდი ნაწილიც არის FSB-შნიკი, ირიბად ემუშავება თუნდაც რუსეთს, ოღონდ რუსეთს და აღარ ვლაპარაკობ იმ რაღაცა რუსულ პროექტებზე, დოკუმენტური ფილმიც იყო ფორმულაზე, იმ რუსულ პროექტებზე, რომელსაც არ ხორციელებდა, მე ამასობაში 30 წუთია ვლაპარაკობ, აი ვერ მიიღებთ ჩაფსმულ ჩაკუკულ საზოგადოებას. ამ სიტყვის გამო კი ცოტა მეშინია სიმართლე გითხრათ ამ YouTube-ი მარ დაბლოკოს იმ დროს ათაურდაც ეს უნდა გამოვიტანო. გახარია გაიქცა. ბიზინა ივანიშვილი არასწორ პროგნოზებს აკეთებს ყველაფერთან ერთად. აქ რეპრესიები გრძელდება ყველას მიმართ და დამონება გინდათ. და კიდევ ერთხელ უნდა ავწიო, შუათითიან სხვაგვარადაც შემიძლია.